მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. რამდენიმე წუთში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილების მეორე მოსმენით განსახილულად დეპუტატები იურიდიული კომიტეტის ხდომაზე შეიკრიბებიან. დღესვე საკითხს სესიაზე ეყრება კენჭი. სიახლის მიხედვით სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად ამიერიდან დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც. თუ ამას შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორს მუნიციპალური ორგანოების წინასწარ გაფრთხილებასთან ერთად ემატება ვალდებულება ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიაწოდოს. ინიციატივას, რომლის საბოლოო დამტკიცებაც ხვალისთვის იგეგმება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს ოპოზიცია. გასული თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ ხდებოდა ბოროტად გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის იმისთვის, რომ როდესაც არ იყო არც ამის საჭიროება, არც ამის რაოდენობა, არც ამის აუცილებლობა, ხდებოდა გზების თუ სავალი ნაწილების თუ საფეხმავლო ნაწილების გადაკეტვა. ახალი კანონმდებლობა სწორედ ამ საკითხებს არეგულირებს და მაქსიმალურად აწესრიგებს და აძლევს შესაძლებლობას ერთის მხრივ დემონსტრატებს თუ ამისი რაოდენობა არსებობს, თუ ამისი საჭიროება და აუცილებლობა არსებობს, რომ გამოხატონ თავისი პროტესტი, თუ ამისი არც რაოდენობა, არც საჭიროება, არაფერი ასეთი პირობა არ არსებობს, მაშინ მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი წესრიგი. ჩვენებად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, იმიტომ რომ ნებისმიერი მიტინგი ან პროტესტი ვიღაცას ხელს უშლის. რუსთაველზე რომ ხალხი იკრიბება, წაიკეტება და ტროტუარზეც გასვლა რთულია, მაგრამ ამიტომ ხო არავინ არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ამიტომ საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია, გამართლებული იმით, რომ ადამიანებს კოფორს უქმნიან. ეს არანაირად არ ზღუდავს პროტესტის გამოხატვას, ეს არანაირად არ არის ადამიანის უფლებების შეზღუდვა ან აზრისა და შეხედულების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, იმიტომ რომ მათ და ყველას საქართველოში აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს, თავისი პროტესტი დააფიქსიროს, ოღონდ ეს რა თქმა უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში. ასე ხვალისთვის უნდა მოხდეს განათლების რეფორმის საბოლოო დამტკიცებაც. დღეს კი უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დეპუტატები სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. ახალი რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფორმატის ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც 11 წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს, თუმცა სურვილის შემთხვევაში მოზარდები 12 კლასის დამთავრებასაც შეძლებენ. აღნიშნული ფორმით წარმოდგენილ ცვლილებებს კრიტიკულად უყურებენ ხელისუფლების ოპონენტები. როდესაც ამხელა რეფორმა შემოდის კანონპროექტის სახით, ის ჯერ კარგად უნდა დამუშავდეს და შემდეგ უნდა შემოვიდეს და არა პირიქით. საქართველოში განათლების სისტემა რეალურად პრობლემების წინაშე დგას, თუმცა რამდენად პასუხობს ეს კანონპროექტი იმ გამოწვევებს, ეგ მეორე საკითხი. არის ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა, გადანაწილება პროფესიებისა. ისე, რომ სახელმწიფოში მათი დასაქმების თემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას სისტემა, სადაც მზადდება მაღალი დონის შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მთელი პლეიადა. ასე რომ პერსპექტივაში რასაკვირველია სწორი ნაბიჯია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტებში მათ რაიმე შეზღუდვა ექნება. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კანონმდებლებმა დღეს უნდა მიიღონ. კენჭისყრამდე სესიაზე შეკრებილებს მას ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ოდენობითაა დაგეგმილი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მისი ჯამური ოდენობა 36 მილიარდ 300 მილიონია. პროექტში გათვალისწინებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სუსისთვის გაზრდილი თანხები, მომავალი წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც. ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტი ერთად აღებული, მატულობს 3 მილიარდ 800 მილიონი და ხდება 36 მილიარდ 300 მილიონი ხარჯვითი ნაწილი, სახელმწიფო ბიუჯეტი მატულობს 3 მილიარდით და ხდება თითქმის 31 მილიარდი. როგორც უკვე აღნიშნეთ, მატულობს პენსიები, ხელფასები, ჯანდაცვის პროგრამები, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ემატება თანხები. ამასთან, ბოლო ვარიანტში სახელმწიფო ბიუჯეტს 400 მილიონზე მეტი დაემატა. ევროპის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებზე აქვეყნებს პოსტს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე. ლევან მაჭავარიანი წერს, რომ ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც ომთან დაკავშირებით არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ, ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა. მისივე თქმით, სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე 10 წლეულში ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა არაევროპული მოსახლეობისგან შემდგარ სახელმწიფოებად იქცეს.
ვისაც დაგაჯერეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. კონტინენტურმა ევროპამ დაკარგა წილი გლობალურ მშპ-ში 1990 წელს 25%-დან დღეს 14%-მდე შემცირდა. ევროპის წინაშე არსებული უფრო დიდი პრობლემები მოიცავს ევროკავშირის და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უძღრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, მიგრაციის პოლიტიკას, რომელიც კონტინენტს ცვლის, ასევე თავისუფალი სიტყვის ცენზურას და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას. ყოველივე ეს ხელს უწყობს ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერების დაკარგვას. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, ამ კონტინენტს 20 წელიწადში ვეღარ ვიცნობთ. ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით და ძირითადად გვხვდებიან იმ მთავრობაში, რომელიც სახელმწიფოს უმცირესობას წარმოადგენს. ეს ბიუროკრატები ოპოზიციის ჩახშობის მიზნით დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებსაც კი მიწასთან თელავენ. გრძელვადიან პერსპექტივაში სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე 10 წლეულში გარკვეული ნატოს წევრი ქვეყნები არაევროპული მოსახლეობისგან შემდგარ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისეთივე პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა. უკვე დროა ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ. ვადა განსაზღვრულია ტრამპი ზელენსკისგან სამშვიდობო შეთანხმებაზე პასუხს შობამდე ითხოვს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გეგმა, რომელიც მოსკოვისთვის ნაწილობრივ მისაღებია, კიევისგან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას ითვალისწინებს, რის სანაცვლოდაც ომში მყოფი ქვეყნისთვის ბუნდოვანი უსაფრთხოების გარანტიებია შეთავაზებული. საერთაშორისო გამოცემა ამბობს იმასაც, რომ ზელენსკი ამჟამად ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს ატარებს, რადგან ეშინია, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა დასავლეთის ერთიანობა დაარღვიოს. Financial Times-ის ცნობითვე, ტრამპი უკრაინელ კოლეგას მოუწოდებს დათანხმდეს პირობებს, რადგან ის ომს ფრონტის ხაზზე აგებს. გეგმაზე პასუხის გაცემამდე ვოლდიმერ ზელენსკი ტრამპის კიდევ ერთ პირობას უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე არჩევნების ჩატარებას თანხმდება. ცნობილი ხდება, რომ უკრაინის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევა, რაც ომის პირობებში არჩევნების ჩატარებას დასაშვებს გახდის. ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა ევროპასთან ერთად უზრუნველყოს კენჭისყრის უსაფრთხოება. მისი თქმით, თუ ეს პირობა დაკმაყოფილდება, ოფიციალურ კიევს შეეძლება არჩევნები 60-90 დღის ვადაში ჩაატაროს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბარი საქართველოს სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ეხებოდა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის როლზეც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. 300,000 ლარამდე თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 ფიზიკური და 1 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით დააფუძნეს საწარმო და განახორციელეს მრავალჯერადი ფიქტიური გადახდები. რის შედეგადაც ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების კუთვნილ თანხას მოტყუებით დაეუფლნენ. საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. სავარაუდოდ უკვე დღეს მათთვის ასევე დაუსწრებლად მოხდება აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრა. 2024 წელს საწარმოს პოსტ-ტერმინალზე ბრალდებულებმა მათ სარგებლობაში არსებული ქართული და უცხოური ბანკების ბარათებით საქონლის შესყიდვის მრავალჯერადი ფიქტიური გადახდები განახორციელეს. კომპანიის ანგარიშზე ნაშთის არარსებობის პირობებში მათ გააუქმეს ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის ოპერაციები, რა გზითაც მოტყუები დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ 287,211 ლარს. შემდგომში ფულის გათეთრების მიზნით ბანკისგან მოტყუები დაუფლებული და ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები დანაწევრებით გადატანილი იქნა ბრალდებულების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილი მიმართული იქნა კრიპტოვალუტის შესაძენად, ხოლო ნაწილი განახლდა და განაწილდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის. უკანონო ხის სახერხს საამქროს მიაგნეს ბანკისში გარემოსდამცველებმა. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ უმალოში ჰქონდა დამონტაჟებული. მნებავი ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 6 კუბური მეტრის მოცულობის წიფლის ფიცრები. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტ სოფელ ომალოში უკანონო სახერხის საამქრო გამოავლინეს. მიმდებარედ ასევე გამოვლენილ იქნა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონულ სამმართველოში. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ფორუმი 2025, მასში 28 მუნიციპალიტეტიდან 500-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 4 საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ისინი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დააჯილდოვა. ფორუმის მიზნად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება სახელდება. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალური ცხოვრების განვითარებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება განვითარებაში, ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფაში მუნიციპალურ დონეზე. ვილოცავ 4 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საბჭოს ამ აღიარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამატებითი სტიმული იქნება კიდევ უფრო მეტი ახალი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ქუთაისის მუნიციპალიტეტი გახდა გამარჯვებული მუნიციპალიტეტი. ეს იყო ჩვენი წლევანდელი მიზანი, მივაღწიეთ. მადლობა ახალგაზრდობის სააგენტოს, განათლების სამინისტროს. მეწარმეებთან შეხვედრა გამართა აწარმოეს საქართველოს ხელმძღვანელმა კახეთის საკონსულტაციო ცენტრში მიხეილ ხიდურელმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ითქვა, რომ პროგრამა ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ზრდის, მეშვეობით ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნასა და მთლიანად მეწარმეობის განვითარებას. პროგრამაში დავამატეთ ახალი მექანიზმები, სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროცენტი გავზარდეთ 3% ერთეულიდან 5% ერთეულზე და ასევე შემოვიტანეთ ახალი კომპონენტები, როგორც არის მწვანე კომპონენტი, კვლევის კომპონენტი, მაღალმთიანი ქალი მეწარმის შემთხვევაში გახორციელებული ბიზნესი და ყველა ამ კომპონენტში ჩვენ მეწარმეებს თავაზობ კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ cashback-ებს. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მივიღეთ მიმდინარე და ახალ პროგრამებზე მეწარმეებმა და ზოგადად თელავში ყველა კახელი და განსაკუთრებით თელაველი მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სააგენტოს ჰაბის არსებობა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველთვის გქონდეს განახლებული ინფორმაცია, მხარდაჭერა და დახმარება. დღის ამბების ნახორცლად ჩვენს ვებგვერდზე rusthavi2.gi შეგიძლიათ. კურიერი აწიამი დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად.